მკითხველის კომენტარი, რომელიც თქვენ დაწერეთ ბოლო საავტორო სტატიაში სათაურით ისრაელს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ღია კონფლიქტის რისკზე წავიდეს ტრამპთან. და ამ სარედაქციო სტატიაში თქვენ წერთ: ყოველ ჯერზე, როცა ისრაელი თეთრი სახლის წინააღმდეგ წავიდა და ომში ჩაერთო, ჩვენ ამერიკის პატივისცემა დავიმსახურეთ. ყოველ ჯერზე, როცა ზეწოლას დავემორჩილეთ და თავშეკავება გამოვიჩინეთ, ამერიკის უპატივცემულობა მივიღეთ. შემდეგ კი თქვენ ამბობთ, რომ ისრაელმა უნდა აჩვენოს, რომ არც აშშ-ის ვასალია და არც მისი 51 შტატი არამედ სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც აქვს უყევი ვალდებულება დაიცვას თავისი ტერიტორია და მოქალაქეები. საბოლოოდ თუ ისტორიას მივენდობით, ტრამპი ამის გამო პატივს გცემს. მაშ, რას ნიშნავს თეთრი სახლის წინააღმდეგ წასვლა? ირანზე თავდასხმა ამერიკის დამტკიცების, მწვანე შუქის ან კოორდინაციის გარეშე? რას ნიშნავს, როცა ამბობთ, რომ ტრამპს დაუპირისპირდეთ ან ღია კონფლიქტის რისკზე წახვიდეთ? არ ვიცი შევეხებით თუ არა მთელ ისტორიას, მაგრამ რაც იქ დავწერე ფაქტობრივად სიმართლეა. ჩვენ ომი გქონდა 1940, 1956 და 1967 და 1967 წლებში. შეერთებული შტატების სურვილის წინააღმდეგ და 1991 წელს პირველი სპარსეთის ყურის ომის დროს ამერიკის ზეწოლას დავემორჩილეთ და ომში არ ჩავერთეთ. და მრავალი ოპერაციის დროს, რომელიც ჰეზბოლას წინააღმდეგ ჰქონდა და რა თქმა უნდა ჰამასის წინააღმდეგაც, შეერთებული შტატები ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ შეგვეწყვიტა. ამერიკამ 1956 წლიდან მოყოლებული ყველა ომი და ყველა ოპერაცია შეგვაწყვეტინა. და ყოველ ჯერზე, როცა ამ ზეწოლას დავემორჩილეთ, მხოლოდ უპატივცემულობა მივიღეთ. ყოველ ჯერზე, როცა წინააღმდეგობა გაუწიეთ, პატივისცემა მივიღეთ. 67 წლის ომი ამის კლასიკური მაგალითია. პრეზიდენტ ჯონსონს კატეგორიულად არ სურდა, რომ ომი დაგვეწყო და სწორედ ამ ომის მეშვიდე დღეს ის ისრაელის უდიდეს მეგობრად იქცა. ეხლა 2026 წელს რას ნიშნავს თეთრი სახლისთვის წინააღმდეგობის გაწევა? გულისხმობ იმას, რომ თეთრი სახლი ამბობს, თუ ჰეზბოლა გააგრძელებს ამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის საცხოვრებლად უარგისად ქცევას და მოდი გულწრფელად ვთქვათ ეს. არ ვიცი, კალ თუ არა შვილები, მაგრამ არიელ გავს ორი პატარა შვილი. კარგი, დღეს მატულაში გადახვიდოდით, არა, კარგი, აი აქ ვანთავროთ ჩემს არგუმენტს. ამ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი საცხოვრებლად უარგისია. ეს არ არის სტრატეგიული საფრთხე. ეს ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. თუ ჩრდილოეთს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულებულია. და ჰეზბოლა ამას გაიგებს, რადგან ჰეზბოლას რაკეტებს შეუძლიათ ჩრდილოეთ გალილეის ბევრად მიღმაც მისწვდნენ. მათ შეუძლიათ აშდოდამდე, აშქელონამდე მიღწევა. და ისინი ამას გააცნობიერებენ, ასე რომ ეს ეგზისტენციალური საფრთხეა. ასე რომ მანევრის საშუალება არ გვაქვს. ჩრდილოეთის დაცვა ჩვენი ერთადერთი არჩევანია. ეხლა მემორანდუმის თანახმად ეს აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას ტრამპის ადმინისტრაციასთან და ასეც მოხდა. გულისხმობ იმას, რომ გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტმა სხვადასხვა უხამსი სიტყვებით უყვირა ნეთანიაჰუს იმის გამო, რომ ის აგრძელებდა დაბომბვას დაჰიეში, ჰეზბოლას შტაბ-ბინაში ბეირუთში. შენ არ გაქვს არჩევანი. ეს მხოლოდ პოლიტიკური გადარჩენა არ არის ნეთანიაჰუსთვის და თუ ამას არ გააკეთებს, აუცილებლად წააგებს არჩევნებს. მაგრამ ეს ამ ქვეყნის გადარჩენასაც ეხება. ამიტომ კი უნდა დავდგეთ, გიცეთ. და ვფიქრობ, საბოლოოდ თუ საკუთარ თავს დავიცავთ და ესეთ ზეწოლას არ დავემორჩილებით, უფრო მეტ პატივისცემას მივიღებთ ვიდრე პირიქით. ეს ნიშნავს, რომ ირანი უნდა დაბომბოთ მაშინ, როცა ისრაელი საჭიროდ ჩათვლის, მიუხედავად ვაშინგტონის პოზიციისა. ფიქრობ, იცით, ბოდიში რომ ესე ვამბობ, ცოტა ახალგაზრდა ხართ, შეიძლება არ გახსოვდეთ Clint Eastwood-ის ბინძური ჰარის ფილმები 1970-იან წლებში. მესმის რომ ფილმებზე საუბრობთ. მას ჰქონდა ცნობილი ფრაზა. ის ეუბნება ბოროტმოქმედს. მიდი დააჭირე სასვლეც. აბა, სადე? გამიხარე დღე. და ამას ირანელებს ეუბნები. კარგი, თუ ჰეზბოლა გააგრძელებს რაკეტების გაშვებას, დრონების, ოპტიკურ კაბელიანი დრონების გაშვებას გალილეაზე, არა მხოლოდ ჩვენს ჯარებზე, არამედ გალილეაზე, ჩვენ არ გვექნება სხვა პასუხი, სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ძალით უპასუხოთ. თუ ირანი შემდეგ ჩვენზე რაკეტებს ისვრის, ეს იქნება ჩვენი შესაძლებლობა გავაკეთოთ ის, რაც ომის დროს არ გაგვიკეთებია. კარგი, ესე რომ თქვენ. ეს საკმარისად მტკიცე ჟღერს. კარგი. ო, მაგრამ რასაც ვამბობ, ეს პოლიტიკური პოზიცია არ არის. ეს არც სტრატეგიული ანალიზია. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ისრაელის სახელმწიფო იმყოფება. ამიტომ ისრაელის დაცვა ნებისმიერ ფასად. დიახ, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს არსებობაა. სწორია, ეს პირდაპირ სახელმწიფოს არსებობაა. და არავის უწევს, არც შენ, არც ბევრ ადამიანს, ვისაც პატარა ბავშვები ყავს, არ აპირებს მატულაში გადასვლას, არც ქირიათ შმონაში გადასვლას ხვალ. სწორია. ეხლა არა მხოლოდ შენ, არამედ მემორანდუმიც ამ კავშირს ამყარებს ირანსა და ლიბანს შორის. და მინდა რომ შენთან ერთად განვიხილო. ძირითადად ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ორ ხმას იყენებს. ერთი მხრივ არის გზა, რომელსაც JD Vance ხელმძღვანელობს ირანთან მოლაპარაკებებში. მემორანდუმი, რომელიც როგორც შენ პირველ პუნქტში აღნიშნე, თეირანს ფაქტობრივად საბოლოო სიტყვას აძლევს ლიბანში არსებულ სიტუაციაზე.
და შემდეგ არსებობს ალტერნატიული პარალელური გზა, რომელსაც აშშ-ში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წევს წინ, რაც გულისხმობს პირდაპირ მოლაპარაკებებს ისრაელსა და ლიბანს შორის, ჯერ ჰეზბოლას განიარაღებისთვის და შემდეგ შესაძლოა მშვიდობისთვისაც. ამიტომ ჩემი კითხვა ესეთია: ერთი მხრივ, ეს შეიძლება ჩანდეს როგორც არათანმიმდევრული სტრატეგია, ან მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ხრიკი, ირანის მოტყუების მცდელობა, რომ მათ ხელი მოაწერონ ურთიერთგამორანტ ურთიერთგაგების მემორანდუმს, იმით რომ ეუბნებიან: აი თქვენ გაქვთ ეს კავშირი ირანთან. მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ალტერნატიულ გზას ირჩევთ ისრაელსა და ლიბანს შორის, შემდეგ ბრუნდებით ირანელებთან და ეუბნებით: ნახეთ, ეს ორი სუვერენული ქვეყანაა, რომლებმაც შეთანხმებას მიაღწიეს ერთმანეთთან. ჩვენ ვერ შევძლებთ უბრალოდ ჩვენი ნება მოვახვიოთ მათ. ისევე როგორც თქვენ ვერ მოახვიოთ თქვენს ნებავთ თქვენს ნებას მათზე. მოგვიწევს მივცეთ ამ პროცესს დამოუკიდებლად წინსვლის საშუალება. რომელი ამ სცენარებიდან გონიათ უფრო რეალურია? და პასუხი ისევ იგივეა. ან სტრატეგიის არარსებობა, დიახ, ორივე კითხვაზე პასუხია დიახ. გინდათ ერთი ან მეორე? სინამდვილეში ორივე გინდათ. და არის სტრატეგია და არის სტრატეგია. ეს კლასიკაა. ეს ტიპური დონალდ ტრამპია. ეს კლასიკა. ის ყველის აბნევს, არავინ იცის რას აპირებს, მხარს უჭერს თუ არა JD Vance-ის გზას, მხარს უჭერს თუ არა რუბიოს გზას. და ყველა დაბნეულია. და იცით, ამაში გარკვეული უპირატესობა, ანუ მრავალი წლის განმავლობაში ჩემი კრიტიკა ისრაელის თავდაცვის პოლიტიკის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ ზედმეტად პროგნოზირებადები გავხდით. და დონალდ ტრამპ როგორც წესი არაპროგნოზირებადია. კარგი. ჩვენ ისრაელში უნდა მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. ეს ჩვენი სუვერენული პასუხისგებლობაა. იქნება ეს სცენარი, როცა შეერთებული შტატები და ირანი რეალურად დადებენ შეთანხმებას მემორანდუმის საფუძველზე, რაც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ სცენარისთვის, როცა ირანი მიიღებს $10 მილიარდ და თქვენ იცით საწავა ეს ფული. და ბირთვული პროგრამა შეიძლება ოდნავ გადაიდოს, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის სხვა ასპექტები, რის მიღწევასაც ამ ომში ვცდილობდით, ბალისტიკური რაკეტები, ტერორიზმის მხარდაჭერა, არ იქნება განხილული და ჩვენ მოგვიწევს მოვემზადოთ ირანთან შემდეგი ომისთვის. ხო, ეს ერთ-ერთი გზაა ამის გაკეთების. მეორე გზა კი ისაა, რომ ადმინისტრაცია ცდილობს ეს პროცესი გაახანგრძლივოს ნოემბრის შუალედური არჩევნების ვადის შემდეგ და ამის შემდეგ პრეზიდენტი უფრო თავისუფალი იქნება. მას ექნება თავისუფალი ხელები დასასრულებლად. მე არ ვფიქრობ, რომ ირანელები იმდენად სულელები არიან, რომ დაელოდონ ამის მოხდენას. ისინი დაიწყებენ კონფლიქტს დონალდ ტრამპთან მანამდე, რათა გაზის ფასები შეერთებულ შტატებში ისევ გაიზარდოს და დემოკრატებს მისცენ დიდი შანსი მოიგონ ეს შუალედური არჩევნები, ან უკეთესი შანსი, ჩვენ არ ვიცით. აი, რაც ჩვენ ვიცით, კარგი, რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ეს შეთანხმება ლიბანთან აღიარებს ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფნას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. არ მოითხოვს გამოყვანას და აღიარებს ჩვენს საჭიროებას. პოლი საერთოდ არ არის იქო? ეს უბრალოდ შესანიშნავია, არა, ეს უზარმაზარი მიღწევა და აღიარებს, რომ გვაქვს უფლება და ვალდებულება დავიცვათ თავი ჰეზბოლასგან და მოუწოდებს, იცი, იმედია ის მოუწოდებს ჰეზბოლას განიარაღებისკენ. ეხლა ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ დღის ბოლოს ბეირუთისკენ გზა თეირანსა და ისლამაბადზე და დოხაზე გადის.